ახლა მოვედი აუზიდან და კურიერმა მომიტანა მანათი. ვაიმე რა კაია იქ არც წარმო. ეს ძალიან მაინტერესებს. ხომერთა ოღონდ ჩამოვიდეს მთელი. ეს შრამი მაქვს. ხელი მქონდა მოტოხილი მეხუთე კლასში და სწორად არ გამიკეთა ერთმა გოიმმა ოპერაცია და გამრჩა შრამი გახოწები. მთელია. მადლობა ხმერთ. მადლობა ხმერთ. ასამყარო. აბა ვინც რა არის? აი. რა კაია. სტუპკა ქვია რუსულად. მე არ ვიცი რა ქვია მას ქართულად. არის მარმარილო. რამარ ხო? ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმეა და ხა გეტყვით, არა. სიტონის ვერ ნახა, ვერსით რაღაცა დავარდა. აიმე, ესე ციტრისთვის მჭირდება. აი ნახეთ, ავიღოთ ბალახი, ხო? ფურცლები. და შვენიერი. ეს მინდა სანთლებში ჩასამატებლად. ასევე უბრალოდ შემიძლია სამზარეულოშიც გამოვიყენო, რა თქმა უნდა. სუნი არ რჩება, ათნიური შემიძლია გამოვიყენო. ნახეთ. პროსტა. ეს არის რაღაც საოცრება. როგორ მინდა და მეორე. ეს არის საცდელად შევიძინე. შიდა თეთრიულის შესაკერი ისა კომპლექტშია ყველაფერი რა. ნახეთ. ესე იგი აქ გვაქვს აი ესეთი ლამაზი ნაჭერი. ძალიან ლამაზია ნახეთ. ნახეთ რა საოცრება, საკმაოდ დიდი. რომელიც მეყოფა და დამრჩება კიდევაც. თუ მარტო ლიფს შევკერავ და თუ ტრუსებსაც შევკერავ, რა თქმა უნდა, აღარ დამრჩება. ეს არის სიეტკა, ბადე. ეს არის ლასტავიცა. ტრუსებს რო უკეთდება შიგნით. ეს არის კოტონი 100%-იანი. მოყვება ასეთი შესაკრავი. ასეთი რეზინა. 2 მეტრა. აი ესეთი ლამაზი ფერი. და ესენი მე ისედაც მქონდა შესაკრავები და სხვათა შორის კაი ხარისხია და საკმაოდ ესეთი მძიმეა. ზოგი არის ძალიან ცუდი ხარისხის, მაგრამ ესენი არის კარგი. ასე. აი ეს ფერი ჩადეს. ამ ყვავილებს შეუხამეს. და ბონუსად ამ კრებულს, ხო, ნაბორს მოყვება ინსტრუქცია, ვიკრაიკა, თარგი, როგორ შევკეროთ. თარგის QR კოდი გამომიგზავნეს და იმ თარგის მიხედვით შევკერავ და თქვენ ნახავთ პირველი როგორ შევკერავ და რა გამოვა. თუ მომეწონება, აი ასე
არის მშვენიერი შეკვეთა. თან თვითაც გამოდის კარგ ფასში, თან იცი რომ აქ არის ყველაფერი და თავი არ გტკივა და არ დადიხარ არიზებ. ყველაფერს სადღაც მაღაზიებში. ყველაფერი არის ერთ პარკში. აი ასეთ შემოძენები მქონდა. ეს არის უბრალოდ რაღაცა საოცრებას ძალიან მინდოდა. ძალიან დიდი არ არის, დიდი არც მინდოდა და ძალიან კომფორტულია. სურნელი ამ ბალახს საოცრება აქვს. თან ფერიც მომწონს ეს. აი ასე. მადლობა ყველას გამოწერისთვის, კომენტარებისთვის. დაელოდეთ ახალ ვიდეოებს, იქნება ბევრი საინტერესო. Анки, нужно дырки делать. Не ломакратлит. Мам, она правильно не делает так. А як დაუყრით საჭმელს და დაუკიდებთ. Ხო. და წყალს. ესე იგი აქ ჩავყარეთ ხორბალი, წიწიბურა და ჰერკულესი. და აი ასე, აქაც მინდა ჩავყარა და აი აქ ვყრით. პოპ. აქაც ჩავყაროთ რა მოხდა ხო? აქ უკვე წყალი დაუსხეს, ჩემი ნათურებია და აქაც უკვე ჩავყარე. აი ასე. ქარსაც არ მიაქვს და აი კარგად არის რა, ძალიან მომწონს. ასე, აუზიუსება, ბავშვები ზიან და ახლა გავაგრძელოთ. ლიკა ტყეში ღამე რისთვის მოვიდა? ამის დასაკიდებლად. აი აქ დავკიდებ. აქ იყვნენ ჩიტები პატარები და მე დავკიდებ აქ. აი მე არ წაიქცე. თან ეკლიანია ღმერთო. აი მე როგორ მეხარია ჩემი ჩიტები. რაც ამაონდებათ მაშინ მოვლენ და შეჭამა. რა მაგარია ნახეთ. ხოლ დილით გადავიღებ ძალიან კარგად გაჩვენებთ ყველაფერს. უფრო კარგად და კიდევ აქაც უნდა დავკიდო მგონი. თუ აქეთ ნახეთ ის ხმა მიყვარს. ერო ირთვება ხოლმე აქ აქვს ასეთი. სართული. Это цвет люблю шут. ხო, ეგ ლამაზი ფერია ძალიან ადრე საზაფხულო. ნახეთ. ჩემი ოქრო. Окрупи. რა მომწონს ნახეთ, აქ ამას აქვს ძაფის ავტომატურად ნემში ჩადების ფუნქცია. ესე იგი ნახეთ. აი ასე. Окей, дай мне номер. ერთი წამი ადრიანა. აყურეთ ახლა. აი. უკვე ძაფშია. ой, ნემშია ძაფი. Знаешь что? Я хочу. Ты знаешь, какой я Yes. хочу? Бнела шутки გამიფუჭდა სარკესთან ვარი და ახლა მინდა რაღაცა გითხრათ. ეს პაჩები რო ვიყიდე თუ გახსოვთ. ესენი კორეული, შავი ფერის. მიდის სანაქვეში. ძალიან გადარზებული ვარ. ძალიან საშინელი პაჩები აღმოჩნდა. სუნი აქვს კარგი, მაგრამ ისე იხება, რომ თვალზე რომ ვიკეთებ თვალის ქვეშ და მე რომ მინდა მოვიშორო, პირდაპირ თვალზე იხება. აი აქ იხება და ისე ვაშორებ. აი ძალიან ცუდი ხარისხის არის.
იქ, სადაც მე მაქვს ეს პაჩები, მე ვფიქრობ, რომ გავაკეთო ყავის სკრაბი. ნახეთ რა მისიქრეთ. როგორ მომწონს, მაგრამ ფერი, კაი ფერიც მომწონს. ხო, და ეხლა გადავაკეთებ. აი ახლა ნაგავში. სუნი აქვს მეგობრებო, უსასწაულესია. ხო, მინდა გარეთ გავიდე. ძელი მომენტი მინდა დავლიო. ალკოჰოლი არ გეგონოთ. აბა გადი აქედან, ეხლა მოუწმუნდა იატაკი. გადი აქედან, გაჭმევ, წამო. თუმცა ალკოჰოლიც მიყვარს, რატომაც არა, გემრიელი. და კარგი. ეს არის ლიმონადი. მე თვითონ გავაკეთე გემრიელს. ეს ყურსასმენები. ყურსასმენებს ყიდულ ფიქს პრაისში. ესე მიღირს 13 ლარი, 19 ლარი. ძალიან მომწონს. და iPhone-ში ცოტა შორის კარგი ხმა აქვს. ნერვულობდი, მეთქი ცუდი ხმა არ გქონდეს, მაგრამ არა, ძალიან კარგი ხმა აქვს. კარგია. თუ გჭირდებათ, გირჩევთ. ეს ვინ მოიტანა? ვინ მოიპარა ეს? თან ესმის ყველაფერი ნახეთ. თან როგორ მიყურებს. შენ მოიტანე, შენ მოიპარე? რატომ ერე? რატომ მოიპარე? გინდა გახიო? მე ბავშვს რო ჭირდება? თოქამდე არ გახიე ჯერ. რა თქმა უნდა, კი, წავიდეთ სანაგვეში. გადავყაროთ ეს ნაზვები, ისე კარგად იზრდება, ისე კარგად ისე მომწონს, მაგრამ ხო, გასათიბია ბალახი ღმერთო ჩემო. ნახეთ რა მხილე ბალახია უკვე. არა დიდი ხნის წინ გავთიბეთ, ახლა მე მინდა და თქვენ წავიდეთ და ვნახოთ ჩემი ლაღვის ხე. იმ დღეს რაღაც ეს ჩურდები არ მომეწონა მაგისი ფიზიკური მდგომარეობა. და მინდა ვნახოთ. ეს ორი ქოთანი დარჩა, იმიტომ რომ ეს ყვავილი აქ წავა, ეს ყვავილი იქ. ეს ჩემდაქაც გადავურგე და ჩემი ჰორტენზიები გუშინ გადავურგე, შეუცვალე მიწა. ეს არის სპეციალური ჰორტენზიების და იმის მიწა, რა ქვია, ტროპიკული მცენარეების და დავასხილე მიემწყალი. ეს წავიდეთ, აბა დავათვალიეროთ ჩვენი ხები. იქ კი ბალახია, მაგრამ რა ვქნა, მინდა ვნახო, რადგან რამოდენიმე ხე არ მომწონდა და ვფიქრობ, რომ მარწყვიც აღარ არის, იმიტომ რომ არ მომწონს რა. არ არის ეს მარწყვის ადგილი, ვფიქრობ მე. მომავალი წლისთვის მინდა ისე დავრგა ყვავილები, რომ ეზოში იყოს ლამაზად. უბრალოდ რაღაც ნახეთ რა ლამაზები. რაღაცებს ვგეგმავთ და ამიტომ ახლა ამ რა ქვია, ლანდშაფტნი დიზაინ თუ რა არის, როგორ ქვია ქართულად, ამას ვერ ვაკეთებ. რა ხდება? მე ვარ აქ. მე უბრალოდ აი იქედან აქ გადმოვედი, ნახეთ აქ ეს გვაქვს რა, რომ არ შემოდიოდნენ და უკვე მყეფენ. გონიათ რომ რაღაცა სხვა ადამიანი ვარ. გაგიშდი თქვენ, ნახეთ რა საყვარლებებია. სად მოდიხარ შენ? გოგო. ესე იგი, ეს იდეალურად იზრდება ეს ჩემი ვაშლი. მე მაინტერესებს. ეს არის კლევერ, არ ვიცი რა ქვია ქართულად, მაგრამ უსასწაულესი მცენარეა.
რაღაც კუჭის დაავადებებისათვის, ასევე ჰემოგლობინისათვის. უბრალოდ მე არ ვიცი ახლა ამის მომზადება და ვინც ამზადებს ამისგან წამლებს ძალიან აქები. ვაიმე, ეს ნახეთ. ერთი ცალი ხარ? ერთი ცალი ხარ? ერთი ცალია. ნახეთ როგორ აქვს ფოთლების. ამას უნდა დავასხათ. სპეციალური ხსნარი. ჭამს რაღაც ამას და შევჭამ მე იმ რაღაცას. ეს კოწახური რატო არა ფიქსირებს? აჰა. ავიქით. წავიდე, არ მინდა იქით წასვლა. ხო, ეს ხე მაინტერესებდა. ეს ხე მაინტერესებდა. დანარჩენები კარგად არიან. ყველაზე კარგად არიან მსხლები და ვაშლები. ლეღვიც კარგად არის, საიკით არის ლეღვი. აჰა. ზეთისხილის მქონდა, მაგრამ გახმა უბრალოდ. იმიტომ რომ ვისგანაც ვიყიდე, იმან მითხრა ძალიან ბევრი წყალი არ დაასხა. და კვირაში ერთხელ ვწყავდი და გახმა. და მორჩა, ასე მოხდა. კიდე უნდა ვიყიდე, იმიტომ რომ ზეთისხილი ძალიან უნდა გავზარდო. ზეთისხილი კაია. და ზოგადად იცით რა პერიოდი მაქვს, მინდა რომ მცენარეებში ასე ვთქვათ, არ გამიხიეცოდა გამიხიე შარვალი. წადი დროზე. მცენარეებში ჩავდო მთელი ჩემი გული, სული, დრო, ფინანსები. მინდა ძალიან ლამაზად მოვაწყო. თან სახლის მცენარეებიც აი უცებ გამიჩნდა ძალიან ბევრი. არ ვიცი საიდან მოვიდა. ადრე კი არ მიყვარდა, მაგრამ ახლა უცებ გაჩნდა. აი ეს უნდა გაჩვენოთ ჩიტებისთვის რომ დავკიდეთ ბავშვებმა. მე და ბავშვებმა ნახეთ. ეს გავაკეთეთ, ბევრი ცალი, კიდე გაჩვენებთ იქით გვაქვს ტყისკენ და სხვათა შორის ხედავ ხოლმე ჩიტებს ზოგჯერ მოფრინავენ და ჭამენ. აი ასე მოვიფიქრე და ზამთარშიც ასე ვიზამ, იმიტომ რომ ზამთარში სულ უყრიდი აი აქ მთელ ტერიტორიაზე, იქ უკან, სახლის უკან, გვერდზე, ყველგან რა, იმიტომ რომ მეცოდებიან ხოლმე და როცა შეათ ვაჭმევ და აი ეს არის ძალიან მაგარი მოფიქრება. ძალიან მაგარი. სხვათა შორის ესეთი საჭმელების ჩასაყრელი ბავშვებმა გააკეთეს ბაღში და იქედან დავინახე, მეთქი, კაი, ჩვენს გავაკეთოთ. ეს არის სატამი, ეს სატმის ხე არ დაგვირგია, ჩვენ ეს სატმის ხე იყო აქ. გარეული ატამია, მაგრამ უზომოდ გემრიელი. ამისგან არც მურაბა გამოდის. ჩირი შეიძლება ვცადო, რადგან ვიყიდე ჩირის აპარატი და მინდა გაგიზიაროთ, unboxing-ი გავაკეთოთ, ძალიან მიხარია. და ამისგან მინდა ჩირი გავაკეთოთ, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოდგება, იმიტომ რომ საჭმელად არის გემრიელესი, უგემრიელესი არ იზრდება მსხვილი, მაგრამ უზომოდ გემრიელი და ტკბილია. უზომოდ გემრიელი და ტკბილი. ესე იგი, აი აქ მე არაფერს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ მომწონს. ჯერ ეგერთი უნდა შემოღობონ. იზრდება აი ეს კარგად ჩინური ვარდი. ძალიან მომწონს და ამას გადავრგავ და მე ასე გავუშვებ გარშემო ან კედელზე რომ ავიდეს. ვარდებიც კარგად არიან. აი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ ვაკეთებ მორწყვის გარდა და უბრალოდ აი ვაშორებ ზედმეტ რაღაცეებს, ხო ეს ორი დღე არაფერი არ გამიკეთებია, ვარც ეს რომ მოაშოროთ, აქ გაიზრდება ახალი. აი ეს ვარდი არის უზომოდ ლამაზი, ეს არის შავი ვარდი. აი ესენი ძრებიან აქ და ყველაფერს მითელავენ და მე მეშლება, აი ახლა გაჩვენებთ უბრალოდ, აქ ნახეთ როგორი ბალახია და ახლა მივიდეთ, აქ ნახეთ რა მიქნეს. უბრალოდ აი ამათმა უბრალოდ იჩხუბეს ამ ტერიტორიაზე და ნახეთ აქ
და იქ აქ თითქოს ძროხამ გადაუარა და შეჭამა ყველაფერი, მაგრამ ძროხა არ ყოფილა. ნახეთ ეს საცოტა ვიყვილი გადარჩა. ნუ რა ვქნა ახლა, რა ვქნა? წელს ასე იქნება, იმიტომ რომ აქაც მინდა ლამაზად გავალამაზო, დავგეგმო ეზოს ლანდშაფტი. ასე უაზროთ არ მინდა, ნუ ეს ლილიები ხო, ეს ლილიები, ჩემი ლილიებია. ლილიები იზრდება როგორც დედოფალი ამ სახლში. ხო, ლილიები იზრდებიან და იზრდებიან. ახლა გაჩვენებთ. ესენიც არაუშავს არიან რა. წავიდეთ. ნახოთ. მაგებს ახლა დავასხამ წყალს კიდე, იმიტომ რომ ბევრი წყალი უყვარს. აი, აქაც დავკიდე, იქაც დავკიდე. ხედავთ, მაგრამ ის არის არ ქარმა წაიღო. აი, აქ გვაქვს, აქ უფრო დიდი გვაქვს. აქაც ჩავუყარე და წყალიც დაუსხი და ნახეთ, შეუჭამიათ. ნახეთ, რამდენი შეუჭამია ეს ყოდ დაფარული სულ ჰქონდა დაფარული. ესე იგი არ ეშინია აქ მოსვლა. და ქარეულობას არ მიაქცევთ ყურადღება. რაღაცებს ვეძებდით და აი აქ. ვფიქრობ საოცრება ეს ცოტა შევასწრეთ, მეტყვი ახლა რო წვიმდა დაასვეო წვიმი. და აი აქ ჩვენი ჩიტუნები რო იყო პატარები აქ. გუშინ წინ ბავშვებმა შემომიტანეს რაღაცა ტაშტში. მეთქი, კიდე ბუდე ნახეთ. კიდე ბუდე და ცხოვრას მინიმუმ. შემოიტანეს ბუდე, ბუდე მეთქი, ტაშტი. რაღაცა უნდა გაჩვენო, ღმერთო, ჩემო გამიწკდა გული, რაღაცა მეთქი საზღვრობა არ იყოს და უზარმაზარი გადამრიეს, შემოიტანეს. აქ ჩვენთან იქით გვერდზე მიედინება წყალი და მათ ცხოვრობს და შემოიტანეს. შემომიყვანეს ეს აუზი, ეხლა გამოვიდნენ. სადაც 3 საათი აქ ისხდნენ. მეც სხვათა შორის ისეც ხელოდა ეს რატო აქ. და მერე უკვე გავუშვით რა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეჭმია. მეთქი ახლა აქ რომ მომიკვდეს, რა თმინდა, სად წავიღო, წაღლებმა შეჭამა და მალე გავუშვით. ფიფკი, როგორ ახარ ფიფკი. ჩემი ლამაზი, ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ რა მაგარია. აქ ღამე ძალიან ლამაზად ჩანს ხოლმე ვარსკვლავები. აი ძალიან უზომოდ სასწაულად ლამაზად. სხვათა შორის ამ ბადეების გამო აქ კოღოები არ მოფრინავენ, ამას ვკეტავთ ხოლმე და ღამე ბავშვებთან ძალიან ხშირად აქ წვევებით, რაღაც ისტორიებს ყვებით, შეგვიძლია რამეს უყუროთ, რაღაცა ფილმს, სხვათა შორის მინდა ვიყიდო, აი ეს რა ქვია მაგ მონიტორს, სადაც აჩვენებენ ფილმს კედელზე, რამე ნაჭერზე და მავიწყდა რა ქვია და ძალიან მაგარი იქნება, ძალიან. აი ეს ვატარებთ ხოლმე დღეს, საღამოებს. თავარია თბილი იყოს, ეს ნახეთ. შენ ვერ გავიგე, გოგო, წათინო ხრღნი ამას. ნუ ხდება ეხლა. აი აქ გამაკდა შენი ეს თათები. დროსეწადი. ისე ძალიან საყვარელი, ვერც კი უბრაზდები. იქ ბურთი გდია. აი ასე. ასეთი ხედებია. ეს საიდან მორბის. წავედი, აბა შეიძლება ეთერში შემოვიდე, შეიძლება არა. წავალ გავხედო ბავშვები რას ეკეთებენ, მგონი დაეძინოთ. ძალიან მაინტერესებს ღამე როგორ იღებს. ცანახეთ რა ლამაზია.
ამ გაშუქებასაც კარგად იღებს. აუ, რა ლამაზია. ტურათ?